საშინელი მტვერი არის, მუდმივად იგრძნობა. თუ წვიმა წამოვიდა, მე აი მაგალითად სარეცხი რო გამიფენია, ამიკრეფია ჭუჭყიანი სარეცხი, თუ წვიმა მოხვედრია. იმიტომ რომ ეს ჰაერი ხო არსად არ მიდის, ილექება ყველგან. აივანზე, ოთახებში თუ ფანჯარას გავაღებთ, თითქოს რაღაცა იწვება, სუნს გძნობთ ხოლმე. როცა არის აი რაღაცნაირი უქარო დღე, წვიმა შველოდა ხოლმე ადრე. შველოდა ესეც ბრჭყალებში, თუმცა აი ამ ბოლო პერიოდში ეხლა იმდენად მკვეთრი იყო ეს დაბინძურების ხილული ხარისხი, რომ წვიმამაც ვეღარ უშველა. როდესაც ხელხაზე დავრეკე და ვთქვი, რომ საშინელი სუნია, ფანჯარას ვერ ვაღებთ და გარეთ ვერ გავდივართ მეთქი, საიდან მოდისო მეკითხებიან. მაგი რომ ვიცოდეთ, მთელი რუსთავი დავირაზმებით და მივალთ. პრობლემა მარტო მაშინ არ დგას, როცა ხილულია, როცა გრძნობთ ამ სუნს, ეს ჰაერი ყოველთვის უწამლავს. როგორც რუსთავის მცხოვრებლები ამბობენ, სუფთა ჰაერი რუსთავში ის ფუფუნება, რომელიც სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ახლა საახალწლო ნაძვის ხე დგას, ევრონიუს ჯორჯია რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს გამოელაპარაკა. რუსთაველები გახშირებულ ავადობასა და იმ გაუსაძლეს სუნზე ყვებიან, რომლებიც მათი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ. ეს არის გენოციდი, რუსთაველების გენოციდი. მე ასე შევაფასებდი ამ ამბავს. თუ ამას არაფერი ეშველება, მე არ ვიცი, ამ ქალაქში შეუძლებელია ცხოვრება. შვილები მყავს, შვილი მყავს, მომავალი თაობა იზრდება. 1000 დაავადებები არის უკვე გავრცელებული. ჩემს შვილიშვილსაც ჰქონდა სასუნთქი გზების პრობლემა, კი კურნალობდით და მოუგვარეთ კიდევაც, მაგრამ უამრავი ბავშვია კიდევ ასეთი. არა მარტო ადამიანებს ვსნებს, მე წყალსაც ვსნებს და ფლორა, ფაუნა, ანუ ცოტა შეიძლება ტრაფარეტულად ჟღერს, მაგრამ მართლა ყველას მერიის თანამშრომელსაც ვსნებს, თვითონ საწარმოებში მომუშავე ადამიანებსაც ვსნებს და ჩვენ ვახმოვანებთ იმ ადამიანებს, ვისაც ეხა წნეხის გამო, შიშის გამო თუ რაღაცის გამო არ შეუძლია ხმის ამოღება. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამაში, რომ ვაიძულოთ დააყენონ ფილტრები, ვაიძულოთ ნებისმიერი ქარხანა თუ საწარმოო, რასაკვირველია ის ჩვენთვის მუშაობს და მოსახლეობისთვის, მაგრამ აუცილებლად ჰაერზეც უნდა იფიქრონ და მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც. უბრალოდ კონტროლის ამბავია, რამდენად გვინდა რომ მართლა ყველა ვიყოთ უფრო ჯანმრთელი. ტოქსიკური დაბინძურების კერები რუსთავში, ასე ჰქვია კვლევას, რომელიც ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაცია არნიკამ 2025 წელს მოამზადა. უცხოელმა და ქართველმა მკვლევრებმა რამდენიმე თვის წინ რუსთავსა და მის შემოგარენში ნიადაგის მტვრისა და სხვადასხვა საკვები პროდუქტის ნიმუშები აიღეს და რამდენიმე დამაბინძურებელზე გამოიგულიეს. მათი მიზანი, როგორც მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების, ასევე მძიმე ლითონების გამოვლენა იყო. საწარმოებისა და წიდის საწყობების გარშემო აღებული ნიადაგისა და მტვრის ნიმუშებში გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო ნივთიერების მომატებული კონცენტრაცია. მაგალითად, სამრეწველო ტერიტორიის სიახლოვეს აღებულ ქუჩის მტვერში ვერცხლის წყლის, ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა საბაზისო დონეებს შესაბამისად 4.5 ჯერ, 24 ჯერ და 26 ჯერ აღემატებოდა. ამავე რაიონებთან მდებარე საბავშვო მოედნების ნიადაგში აღმოჩნდა კადმიუმისა და თუთიის მომატებული მაჩვენებლებიც, რომლებიც აჭარბებდა ბავშვთა ქვიშის ყუთებისთვის დადგენილ ჰიგიენურ სტანდარტებს. კვლევის კიდევ ერთი მიგნება რუსთავსა და სამრეწველო ზონის მიმდებარე სოფელ თაზაქენში, ბუნებრივ გარემოში გაზრდილი ქათმის კვერცხში აღმოჩენილი ძლიერი დაბინძურება. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ რუსთავში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს მეტალურგიული და ცემენტის მრეწველობის მემკვიდრეობითი და მიმდინარე გავლენა. დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე მუდმივად ფიქსირდებოდა სამრეწველო ობიექტების სიახლოვეს. ასევე ნარჩენი მასალისა და წიდის გადამუშავებისა და მეორადად გამოყენების ადგილებში. ინდუსტრიული ქალაქი რუსთავი საბჭოთა წარსულში 90-მდე მსხვილ სამრეწველო საწარმოს, მძიმე მრეწველობის ობიექტებს აერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი დღეს არასრულად ან საერთოდ აღარ ფუნქციონირებს, კვლავაც რჩება 400-ზე მეტი აქტიური საწარმო, რომლებიც მეტალურგიის, რეზინის, პლასმასისა და ავეჯის წარმოების მიმართულებით მუშაობენ. დარღვევით მომუშავე ობიექტებიდან მომავალი გამონაბოლქვი და გაფრქვევები კი გარემოს ტოქსიკური ნივთიერებით დაბინძურების მთავარი წყაროა. ის რაც არჩვენა არნიკას კვლევა, ეს არის ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აკეთებს მსგავსი ტიპის ინდიკატორულ კვლევებს. პრინციპში არ იყო მოულოდნელი, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს მსგავსი ტიპის სხვა კვლევები სხვა რეგიონებთან მიმართებაში, სადაც ჩვენ გვხვდება
საკმაოდ დიდი რაოდენობით მძიმე მეტალები ნიადაგში და სამწუხაროდ ამ თემას ქვეყანაში არ ექცევა დიდი ყურადღება. ტვერი, რომელიც ადამიანები ჩაისუნთქავენ, ის შეიძლება შეიცავდეს მძიმე მეტალებს, ეს შეიძლება იყოს ტყვია, მაგრამ შეიძლება იყოს კადმიუმი, ორივე პრობლემატურია და ამან იმოქმედოს ხანგრძლივადიანი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ხოლო რუსთავში ჩვენ გვაქვს პერმანენტული დაბინძურების და ესეთი განუწყვეტელი დაბინძურების სურათი. მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე კიდევ ერთ დამაბინძურებელზე საუბრობს, რომელიც რუსთავის ახალმა კვლევამ გამოავლინა. მათ ასევე ნახდეს დუსტის კვალი და მიუთითეს კვლევაში, რომ ეს იმდენად დიდი იყო, ანუ ეს DDT-ს დუსტის კვალი, რომ ის ალბათ ჯერ კიდევ გამოიყენება და ჯერ კიდევ არის გაყიდვაში. DDT ეს არის აკრძალული ქიმიკატი და უკვე აღარ მახსოვს როდიდან არის აკრძალული მსოფლიოში და ჩვენთანაც კი აკრძალულია, თუმცა მას პერმანენტულად იყენებენ ადამიანები როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე სახლში. ამ ტოქსიკური საშუალების გამოვლენილი კონცენტრაციები კვლევის ავტორების შეფასებით აკრძალული პესტიციდის ბოლოდროინდელ გამოყენებაზე მიუთითებს და გრძელვადიან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მთელი ჩემი ცხოვრება აქ გავატარე და ჩემი წინაპრები, ჩემი ბებია ბაბუა ამ ქალაქის დამაარსებლები არიან, ძირძველი რუსთაველები, რომლებმაც ააშენეს ეს ქალაქი სხვა მათი თაობის წარმომადგენლებთან ერთად. კრწანისის ტყეპარკის გადასარჩენად საინიციატივო ჯგუფის წევრი სოფია შველიძე ჯანმრთელობის იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც ამ ქალაქის მცხოვრებლებს ყველაზე ხშირად ექმნებათ. გამომატანეს ესე აი ორმა ოჯახმა, სულმცირე ორმა ოჯახმა მითხრა, რომ ჩვენ მაგირადაც თქვი ეს მათ სამწუხაროდ ესე არის დღეს დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რომ ბევრი ვერ ბედავს ამაზე ხმის ამოღებას. ერთი, მეორე ემოციურადაც ძალიან რთულია, როდესაც შენი ქალაქი უბრალოდ სუნთქვით, შენს ქალაქში ცხოვრებით, შენ შვილს ემართება ასეთი აქვს რთული მდგომარეობა ჯანმრთელობის. ბავშვებს სისხლდენა ჰქონდათ, აი ნოემბრის თვეში ჩემს შვილებსაც ჰქონდათ ცხვირიდან სისხლდენა. იმდენად რთული მდგომარეობა იყო, ამას დაემატა ეს უდაბნოს მტვერის გავრცელებაც. ეს ქარხნებიც ალბათ არ ვიცი, დღე და ღამე მუშაობდნენ გაუჩერებლად და მზე აღარ ჩანდა ქალაქში, ისე იყო დაბურული. მძიმე მეტალებით სუნთქავდით. ამ ქალაქში ფაქტურად ეს ნოემბრის თვე იყო საშინელება. ძალიან ბევრი დაავადებული ბავშვი ყავს ამ ქალაქში, მათ შორის ონკოპაციენტები, რომლებიც თურქეთში რომ მიდიან სამკურნალოდ ეს ბავშვები, მათ პირდაპირეობნებიან, რომ ჰაერიდან არის ეს მათი დაავადებები გამოწვეული. ბავშვებს აქვთ ჩამოუყალიბდათ წლების განმავლობაში ქრონიკული სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, უბრალოდ საკუთარ ქალაქში ცხოვრებით და აქ სუნთქვით. ჯარიმა პრინციპში თითქოს კი გაიზარდა, მაგრამ მაინც საწარმოსთვის არანაირ დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენონ ის მექანიზმი, რომელიც ასევე არის კანონში, რომ თუ არის პერმანენტული დაბინძურება საწარმოსთან მიმართებაში, რომელიც დაჯარიმდა, არ შეასრულა რაღაცა და ასე შემდეგ, შეაჩეროს მისი მუშაობა. თუ ერთ ან ორს მაინც შეუჩერდა ასე დასანახავად, სხვები იძულებულები გახდებიან, რომ ფილტრიც გამოიყენონ და ის სხვა ღონისძიებებიც გაატარონ, რომელიც მათ გარემოსდაცვით გეგმებში უწერიათ. აქ კიდევ ერთი პრობლემა არის, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქარხანა ბოლავს ყველა მიმართულებით, ძალიან რთულია იმაზე ვილაპარაკოთ, იყენებს თუ არა ის ფილტრ. საერთოდ ესე დავაყენოთ საკითხი. გასაგებია, რომ არ იყენებს, ხო? არ შეიძლება, რომ რუსთავის მოსახლეობის 80% სულ აპარაკობდეს იმას, რომ რაღაცა საზიზღარი სუნია, რაღაცა ცუდად ავარ, ჰაერი არ არის დაბინძურებული. არის დაბინძურებული და ამასთან ერთად იმავე ქალაქში სახელმწიფო აძლევდეს უფლებას ამ საწარმოებს რომ გაფართოვდნენ და კიდე ახალი საწარმოები დაემატოს. არ ვიცი, აი რა უნდა ვქნათ, უნდა გადავსახლდეთ, აქედან ავიბარგოთ. ახლა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აი ერთადერთ ფილტვებს, აი მჭალის ტყეს, კრწანისის ტყეს ვიბრძვით აი ამ ტყეპარკის შენარჩუნებისთვის, იმიტომ რომ რუსთაველებისთვის და ფონიჭალის მოსახლეობისთვის ეს არის, რა ვიცი, ფილტვები ფაქტიურად, ერთადერთი ფილტვები, რომლებიც ეს ბუნებრივი ჰაერის
ბუნებრივი რეზერვუარი, რომელიც დღეს შემოგჩენია. სამოქალაქო აქტივისტი და მკვლევარი იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებსაც რუსთავის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან ითხოვენ. 50-მდე ქარხანა რუსთავის და მის შემოგარენში და წარმოიდგინეთ, არც ერთ ამ ქარხნიდან ყველა მუშაობს დარღვევით. გაიზარდოს ჯარიმები და აუცილებლად აუცილებლად საფუძვლიანად შემოწმდეს ყველა შეეზღუდოთ იმ ქარხნებს მუშაობა, რომლებიც მუშაობენ წესების დარღვევით. ყოველ დღე სოციალურ ქსელში ათობით პოსტი ჩნდება, რომ აი წერენ, რომ საშინელი სუნია ვერ აღებენ ფანჯრებს და უბრალოდ ვერ ცხოვრობენ ამ ქალაქში, რომელიც პირველ რიგში ჩვენ გვეკუთვნის.